მოგესალმებით ყველას მეგობრებო, პატივცემულო არხის გამომწერებო. ყველას მოგესალმებით და დღეს გიბრუნდებით დაპირებული ახალი ვიდეოთი. რა თქმა უნდა, დავიწყე დოკუმენტური ვიდეოების დამონტაჟება, ატვირთვა. ეს იქნება პირველი ვიდეო და თქვენ რა თქმა უნდა, ვალდებულები იქნებით, რომ შეაფასოთ, უყუროთ, ნახოთ, დამიწეროთ გამოხმაურებები. რა უფრო უკეთესი იქნება, რა დავხვეწო, რა გავაკეთო, სამომავლოდ, რა თქმა უნდა, დაიხვეწება და გაკეთდება ძალიან მაგრად ყველაფერი და ყველაფერი იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად. დღეს მინდა შევეხო ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან ერთ ძალიან საინტერესო საკითხს. და როდესაც, რა თქმა უნდა, სულ ყოველთვის ვიძახი, რომ ქვია ქართველი და ლაპარაკობს საკუთარი ქვეყნის ისტორიაზე, ცოტა მეტი მოგეკითხება და ცოტა მეტი მოგეთხოვება. ზუსტად მაგიტომ დღეს მე წამოვჭრით ჩემთვის ალბათ უფრო საინტერესო და საჭირო თემას და საკითხს, რომელიც ყველა ქართველისთვის უნდა იყოს ალბათ საინტერესო. და რა თქმა უნდა, აუცილებლად ყველაფერი იქნება იმ არსებული წყაროებზე დაყრდნობით, იმ არსებულ მასალებზე დაყრდნობით, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიულ რეალობაში და სამეცნიერო წრეებში მიღებული და დამკვიდრებული. დასაწყისშივე ვიტყვი, რომ ჩვენთან, ჩვენი ქვეყნის ისტორიას, როცა ეხება საქმე, ჩვენ ვთვლათ, ესე კარგად არ გვაქვს საქმე ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ისეთ ოქროს ეპოქაზე, როგორც არის დავით აღმაშენებლიდან ლაშა გიორგამდე, ეპოქა, სადაც შედარებით ძლიერი სახელმწიფო გვაქვს, ეს სახელმწიფო შეიძლება ითქვას და ყველაფერი თითქოს დალაგებული უნდა იყოს ისტორიოგრაფიაში, ლიტერატურაში, პოეზიაში, ხელოვნებაში, სამხედრო საქმეში და აბსოლუტურად ყველაფერში ოქროს ხანაა. არის ბევრი ისეთი ბურუსით მოცული ისტორიული პასაჟი, რომელიც დამატებით კვლევას საჭიროებს და რომელზეც არ არის იმდენი ინფორმაცია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მოკლედ დღეს მინდა შევეხო დავით აღმაშენებლის ანდერძს და ამ ანდერძით გამოწვეულ შემდგომ თითქმის 2 საუკუნოვან ბურუსით მოცულ მდგომარეობებს ქართული ტახტის გარშემო და საქართველოს ისტორიის გარშემო. რა თქმა უნდა, დასაწყისში ვიტყვი იმას, რომ როგორც ყველა ფეოდალურ შუა საუკუნეების მედიევალ სახელმწიფოში, ესე იყო სხვათა შორის ევროპაშიც და აზიაშიც. აზიაში იქ ცოტა შედარებით მმართველობის ფორმა იყო სხვა რელიგიური შემადგენელი ნაწილიდან გამომდინარე, არაფერი უცხო არ საქართველოს არ დამარცხნია. მაგრამ როგორც ერთი შეხედვით ჩანს, კასკადი მიიმართება ისე, რომ დავითის ანდერძმა, რომელიც მან 1125 წელს გარდაცვალების მერე მან გამოაჩინეს ამ ანდერძის მერე ძალიან ბევრი რამე შეცვალა ჩვენი ქვეყნის ისტორიის მსვლელობაში, თუ არა და თქვენ თვითონ გადახედეთ და დარწმუნდებით მაგ ყველაფერში. მოკლედ 1125 წელს, როდესაც დავით აღმაშენებელი გარდაიცვალება, რჩება ანდერძი. ეს ანდერძი გარკვეულწილად ეხა ძალიან ვიდეო რო არ გაგრძელდეს, სიტყვით არ მინდა ამის მოყვანა, მაგრამ ისტორიკოსების და მკვლევარების ძალიან დიდი ნაწილს აქ ამ ანდერძის გარშემო ეჭვი იმის, რომ ეს ანდერძი ნაწილი იძახის, რომ მთლიანად, ხოლო მეორე ნაწილი იძახის, რომ ნაწილობრივ გაყალბებულია. ამ ანდერძში წერია ესეთი რამე, რომ დემეტრე, რომელიც არის დავითის უფროსი შვილი, დარჩეს მეფედ დავითის სიკვდილის მერე ოღონდ. შემდეგ, როდესაც ის გარდაიცვალება, არ გაამეფოს უშუალოდ თავისი მომდევნო მემკვიდრე და ტახტი დაუტოვოს დავითის უმცროს შვილს ვახტანგს, რომელსაც ეძახდნენ მოფერებით ცვადას. ნაწილი ვინც ფიქრობს, რომ ეს ანდერძი ნაწილობრივ გაყალბებულია, აქვს, რა თქმა უნდა, თავისი დამოკიდებულება და მოსაზრება ამ საკითხის გარშემო. და ფიქრობენ, რომ
ეს ანდერძი გაყალბდა ვახტანგის მომხრეების სასარგებლოდ, დავითის უმცროსი შვილის მომხრეების სასარგებლოდ, რადგან ისინი მოიყვანდნენ და დასვავდნენ სამეფო ტახტზე დავითის უმცროს შვილს, რომელიც იქნებოდა მათი მარიონეტი და მერე უკვე წარმართავდნენ ძალიან ბევრ ამას, ისე როგორც მათი ინტერესებისთვის იქნებოდა საინტერესო და მისაღები. მაგრამ ახლა უკვე ეს რაც მოხდა, ნუ გასაგებია დემეტრე ამ ვახტანგის მომხრეებს თვითონ ვახტანგსაც ძალიან ბრუტალური მეთოდებით მიხედავს, შემდეგ უკვე გამოჩნდება და გაემტკიცებს საკუთარ ტახტს, რომელსაც მემკვიდრეობით მიიღებს, მაგრამ მერე უკვე იწყება კასკადი აფშიდაარეულობების, რომელიც თითქოს და გამოიწვია ამ ერთმა უწყინარმა ანდერძმა. მე პირადად ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ამ ყველაფერს და ვთვლი, რომ არ ვიცი, ახლა დავითის ნაირ შეუძლებლად პოლიტიკოს, ქართული სახელმწიფოს არქიტექტორს, უშეცდომო მთავარსარდალს, ღირსეულ ყველაზე ძლიერ ქართველს, პირველ ქართველს მე ესე ვიტყოდი, რომელმაც ფაქტობრივად არც ერთი ბრძოლა არ წააგო, დიდგორი მოიგო და საქართველოს, რომელიც იყო დანგრევის და დაშლის პირას მისული დატოვა სიკვდილის შემდეგ ზე სახელმწიფოდ. თავში ესეთი რაღაც არ მოსულდა და არ ეფიქრა. მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, აქ ეს უკვე მთავარი აღარ არის. შემდეგ უკვე რაც ხდება, ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს ის დემეტრეს მერე, უბრალოდ დემეტრეს მმართველობის დროსაც. აქედან დემეტრეს მმართველობის დროს და შემდეგ უკვე განვითარებულ მოვლენებზე ვიღებ ცნობებს უცნობი მემატიანის ისტორიიდან, ასევე ლაშა გიორგის დროინდელი ჟანთა აღწერლისგან და ასევე არის პარალელური წყაროები სტეფანო ზორბელიანის და ვარდანის, ესენი სომეხი ისტორიკოსები არიან და არის ასევე ისტორიანი აზმანი შარავანდეთთაგანი, სადაც არის ყველაფერზე ლაპარაკი დემეტრეს მეფობაზე და მის შემდგომ პერიოდზე საუბარი. მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ვინც შეისწავლის და ნახავს ამ ყველაფერს, ყველა არის მიკერძოებული. და ცოტა რთულდება, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და ცოტა რთულდება ობიექტური რეალობის გამორჩევა. მხოლოდ და მხოლოდ ჯვაროსდინის შედარების შედეგად შეიძლება რაღაცეებს ნათელი მოეფინოს, მაგრამ ძალიან ბევრი რამე ამ შემთხვევაშიც კითხვის ნიშნის გვერდჩება და მოკლედ ეხლა პირდაპირ მიყვები და გავაგზავნებ და გეტყვით იმას, რომ განსაკუთრებით უწვავე ხასიათი ტახტისთვის ბრძოლა მიიღო დემეტრეს შემდეგ უკვე დემეტრესა და მის უფროს ვაჟ დავით შორის, ანუ დავითის შვილიშვილი დავით შორის, დემეტრესაც ყავს ორი ვაჟი. ეს არის გიორგი მესამე, თამარის მამა, რომელსაც ხარს უჭერს და ეგ არსად არ ჩანს, რატო ხდება ეს ყველაფერი, რისთვის უჭერს ხარს. მაგრამ დავითს ეთყობა, რომ არის ძალიან ენერგიული პიროვნება და ხელებჩამოშვებული არ არის. და როგორც ჟანთა აღწერილი გვეუბნება, დავითი დემეტრესთვის არ იყო სასურველი კანდიდატურა და ამას მეფის მეფობით უკმაყოფილო დიდებულები ძალიან კარგად იყენებენ. და ესეთ ფრაზას ამბობს დემეტრეს დროინდელი ჟანთა აღწერელი, რომ დემეტრეო იყო სიტყვასიტყვით რო ვთქვათ მარჩეველი ძისა უმცროსისა. და ეს დიდებულები გადაიბირებენ დავითს და 1150 წელს მამის წინააღმდეგ გაახედრებენ და ხდება პირველი აჯანყება, რომელსაც დემეტრე ძალიან კარგად მოუვლის და ამ ორჩუფლისწულსაც და მიამბოხე დიდებულებსაც ამ შემთხვევაში ჯობნის დემეტრე და ამ მიამბოხე დიდებულებს დასჭის, ხოლო დემეტრე ამ შემთხვევაში დავითი ამ შემთხვევაში გადაურჩება, ასე რომ ვთქვათ,
მკაცრად დასჭას, ანუ ისე როგორც მე სჯიან დემდა უფლისწულს, სჯიან დასაჯა ასევე საკუთარი ძმა მან შვილს ესე ვერ იმეტებს დასასჯელად. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ფაქტია, რომ ბრძოლა არ შეწყდება და დავითის მომხრეები კიდე ეჯანყდებიან, რაც დავითი არ ისვენებს, ასე რომ ვთქვათ, და 1055 წელს იმარჯვებს კიდეც და დემეტრე იძულებულია რომ ბერად ავიკვეცოს. და რას აკეთებს ახლა დავითი? პირველ რიგში, რასაც დავითი აკეთებს საპრობილიდან ათავისუფლებს ივანე აბულათისის ვაჟს თირქაშს, ეს ის თირქაშია სხვათა შორის თავიდან ცვატას მხარეს რო იჭერს, ასევე ივანე აბულათისზეც და ამის პასალარობას უბოძებს. ამის პასალარობა არის პირველი ტიტული მაშინდელ საქართველოს სამეფო კარზე რო იცოდეთ და სავაზიროშიც ასევე არის კიდე იქ სხვადასხვა ტიტულატურა, რომელსაც ეხა არ მოვყვები ესე დაწვრილებით აღწერას, სხვა დროს გავაკეთებ სხვა ვიდეოს და მე იმ ვიდეოში ჩავსვავ. ოღონდ ეს გეტყვით რომ ამის პასალარობა არის ძალიან დიდი ტიტული და ასევე ამ ტიტულის გარშემო მოერთიანდება ძალიან დიდი მიწები და ძალაუფლება. მაგრამ ხდება შემდეგი რა, რომ დავით მეხუთე მხოლოდ 6 თვე ახერხებს მეფობას და კვდება ზოგის ვარაუდით კლავენ. და ესეთი პირდაპირიან ირიბი აღწერა ამ წყაროებში არის, რა თქმა უნდა. და თითქოს ეც არ უნდა იწვევდეს. ეს ცნობა დავითის მოკვლის შესახებ მართალია ქართული ისტორიული წყარო პირდაპირ არაფერს ეუბნება, მაგრამ გადაკვირთ მიგვანიშნებენ იქ რომ დემეტრე მეფე აი ბერად ახყვეს ისოს, ოდესაც მეფობიდან გადააყენეს და მონასტერში აკოცეს ბერად, იქ ემუდარებოდაო უფალსო დავითის სიკვდილსო. და პირდაპირ ეგრე სიტყვასიტყვით გვეუბნებიან, რომ ემუდარებოდა უფალსო დავითის დღეთა შემცირებათა სულეყო. და აი ეს ვარდანი, წერა რო გითხარით, ისტორიკოსი, სომხურ წყაროებში არის ესეთი ცნობა დაცული. დავითის მკვლელებად ასახელებს სუმბა და ივანე ორბელებს. სუმბა და ივანე ორბელები ან და ორბელების გვარი, ეხლა ცოტა გეტყვით უცებ ამასაც მიყვები, არის ძალიან დიდი გვარი, ძალიან ძლიერი ფესვებით. ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის რო სამშვილდის აღებაში მონაწილეობენ და იმის მერე წინააღმდებიან და შემდეგ უკვე მოგვიანებით გიორგი მესამის დროს ივანე ორბელი არის მანდატურთუხუცესი და ამისპასალარი. ეხლა მანდატურთუხუცესობა და ამისპასალარობა, რომ ამისპასალარობაზე როგორც უკვე გითხარით. ყველაზე დიდი თანამდებობა და მანდატურთუხუცესობაც ასევე ძალიან დიდი თანამდებობა და ორი ამხელა სახელო როცა ერთიანდება ერთი ადამიანის ქვეშ რამხელა ძალაუფლებაზეა ლაპარაკი, ხო იცით. ასევე ივანე ორბელს და ორბელების საგვარეულოს, აი მეფის მერე ფაქტიურად სუყვარგან ესენი იყვნენ რა. მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამბაძე ზევით იყო მხოლოდ ერთადერთი მეფის ინსტიტუცია, რომელსაც ჯერჯერობით ვერაფერს ვერ უშვებოდნენ. ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მიწების და სომხური მიწების ანისის ტერიტორიებიც ამ ორბელების ხელშია და ძალიან დიდი საფეოდალო პირადი მამულები აქვთ ფლობელობაში და როგორც ზევით აღვნიშნე ძალიან ძლიერი გვარია. მოკლეს და აი ეს ჟანთა აღწერელი პირდაპირ ირიბად მიგვანიშნებს, რომ დავითი მოკლეს გიორგი მესამის დავითის უმცროსი ძმის ხელშეწყობითაც, ან ყოველ შემთხვევაში შეიძლება რომ გიორგი მესამი ამ ყველაფერზე იცოდა სუმცირე ეს ყველაფერი და ისინი იძახიან რომ გიორგი უფლისწულთან შეთანხმებით ჩაიდინესო და ორბელების ამ მცნაისამკვლელობის მოტივს ასახელებს იმის ორბელები უკმაყოფილები იყვნენ რომ დავითმა ამის პასალარობა თირქას მისცა და გიორგი თავისი გამეფების შემთხვევაში ორბელებს ამ ყველაფრის უკან დაბრუნებას დაპირდა და ესეც მოხდა როგორც ეს აღვნიშნე და გითხარით. ნუ მოკლედ 6 თვიანი მეფობის შემდეგ დავით მეხუთე კვდება და დემეტრე ისევ ტახტზე ბრუნდება და მოსაყდრეთვე ისვავს სიცოცხლეშივე თამარის მამას უკვე გიორგი მესამეს. ხოლო დავით მეხუთის შვილი დემნა უფლისწული დემეტრეს მიშვილი იზრდება ივანე ორბელთან და ეხლა მე ვსვავ ერთ შეკითხვას, აი როგორი კაცია ივანე ორბელი. რომელიც ეხლა შვილს უკლავს მამას
და შვილს კიდეს მინდობით ზდის მერე თვითონ და მეურვეობას იჩენს ამ შვილის გარშემო. და ეხლა არის ეს ძალიან საინტერესო ფაქტი. ამზადებს რისთვის? ამზადებს იმისთვის, რომ მერე რაღაც კიდე აჯანყების მაგვარი მოაწყონ, თუ გაუმართლათ და დევნა უფლისწული დასვან ტახტზე, დევნა უფლისწული იქნება ამათი რაღაც მარიონეტი და რეალური ძალაუფლება, რა თქმა უნდა, ფიქრობს ივანე ორბელი, რომ იქნება მის ხელში. თუ როგორც ზევით აღნიშნე, წყაროები არ იძლევა ეხლა საშუალებას გაირკვას დემეტრე მეფისა და მისი შვილის დავითის კონფლიქტის რეალური მიზეზი. რეალურად არც ის ჩანს კიდე სხვადასხვა ამ დიდგვაროვნების და ფეოდალების მხრიდან ვინ იყო დავითის რეალური მომხრე და ვინ უჭერდა მას მხარს. მაგრამ დავითის მიმართ, დავითის წინააღმდეგ შეთქმულებაში ასევე სომეხ ფეოდალებსაც ასახელებენ. ეს უკვე ქართული წყაროები ასახელებენ იმას. და როგორც უკვე ზევით გითხარით, ასევე როგორც ქართული, ისე სომხური საისტორიო წერლობა მიკერძოებით აშუქებს აი ამ მოვლენებს. ერთი ნაწილი ორბელების მხრიდან აშუქებს, მეორე ნაწილი სამეფო კარის მხრიდან აშუქებს და შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ჯვალედინი გადამოწმების და სხვადასხვა კიდევ წყაროების მოძიების შედეგად, რომელიც მომდევნო მომავალში შეიძლება გამოჩნდეს, არ არის გამორიცხული, შეიძლება რომ კიდე გაიტყვეს ძალიან ბევრი რამე და ობიექტური რეალობა და სიმართლე დადასტურდეს. ეხლა რაც ხდება უკვე უშუალოდ გიორგის მეფობის დროს ხდება ძალიან დიდი აჯანყება, უკვე 1077 წელს დევნას აჯანყება. ანუ 1071 წელს როგორც გითხარით, ასევე ანის გიორგი ივანე ორბელს აბარებს და ორბელი ძალიან ძლიერდება, ორბელების საგვარეულო ძალიან ძლიერდება და რა თქმა უნდა ამაში დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მესამეს როგორც მეფეს ეს ძალიან აშფოთებდა და არც გიორგი მესამე ხელებს ჩამოშვებული არ უყურებდა ამ ყველაფერს, მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი იყო ორბელების საგვარეულო და მათ გარშემო არსებული ნაწილი ფეოდალების ძალიან მალე რამენაირად მოეშორებინა და მოეცილებინა ყოველ შემთხვევაში საქართველოს პოლიტიკური და სოციალური სარბიელიდან. და 1077 წელს უკვე რისთვისაც დევნას ამზადებდნენ, ხდება დევნას აჯანყება და არის ძალიან სერიოზული აჯანყებაა და ძალიან ბევრი დიდგვაროვანი ფეოდალი, მათ შორის ორბელების მხარეზე დგანან და ფაქტიურად ეს იმხელად დიდი განდგომილებაა და იმხელად დიდი აჯანყებაა, რომ ну შეიძლება ითქვას, რომ ნახევარი საქართველოს, ანუ საქართველოს ორ ნაწილად არის გაყოფილი და ძალიან დიდი ბანაკია, 30,000 მეომარით არიან წარმოდგენილები ამ შემთხვევაში აჯანყებულები და ან პირდაპირ რო თქვათ, აი რომ გავიაზროთ, ასევე რა ძალა იყო და რა საფრთხესთან უწევდა გიორგი მესამეს გამკლავება, უბრალოდ უნდა ჩამოთვალოთ აუცილებლად სახელი და გვარები. გარდა ორბელების სახლისა, ორბელების ხარეს არიან ივანე ვარდანისძე, შოთასძე ართავაჩოსძე, ასევე ქართლის ერისთავის უმბად ლიპარიტისძე, ქავთარ ივანესძე, რომელიც არის ასევე მეჯირიბეთ უხუცესი, ანანია დვინელი, მხარგრძელები, დიდი გამრეკელი, მემნა ჯაყელი. ეს ეხლა რო წარმოიდგინოთ როგორი გვარებია და რა ტერიტორიები აქვთ, რა თანამდებობები უკავიათ, შეიძლება ერთი შეხედვით თქვათ, რომ აი განწირულია გიორგი მესამე. თან ამას ასევე ართულებს ისიც, რომ გიორგი მესამეს შვილი ძე არ ყავდა, თამარი დაისვა ასევე სიცოცხლეშივე ტახტზე თანამოსაყდრით. და ამასაც ძალიან ეს განსაკუთრებით ეს არის ესეთი შემადგენელი ნაწილი, რითაც გიორგი მესამის მდგომარეობა დამძიმებულია. ნუ აჯანყებულები და შეთქმულები კოჯრის ციხეზე დგარან და გიორგიმ ფეხზე მოასწრო თბილისში მისვლაო და იქ გამაგრებაო რა და ეხლა გიორგის მესამეს ხარესაც დადგნენ, რა თქმა უნდა, ნაწილი
ამ ადამიანების მაგალითად ასახელებს შერთა აღწერელი ყივჩახთა მუდმივი ლაშქრის მეთაურს ყუბასარს, რომელიც თბილისში 500 მეომრით მოსვლია და ანუ ამათ ქონდათ აჯანყებულებს მოულოდნელად შეპყრობის გეგმა მეფის, რომელიც ჩაიშალა და ზუსტად ამის შესლამ შეთქმულთა შორის გამოიწვია ყოყმანი და მერე უკვე გიორგი მოახერხა რომ კოჯრის ციხიდან ესენი გაექცია და სამშვიდის ციხეს დაუკავებია და დემრა და უფლისწული და მისი მომხრეები უკვე მაგდებიან ლორეს ციხეში. ლორეს ციხე ცოტა შედარებით რთული ასაღები იყო და გიორგი ალყად შემოადგა ამ ციხეს და აქ უკვე ჩნდება ის რაც ნებისმიერი შუა საუკუნეების ფეოდალური შეთქმულების ყველაზე დიდი მტერია და ბზარია. აჯანყებულებში რა თქმა უნდა ჩნდება შეთქმულებში ბზარი და 70,000-იან ლაშქარს ორბელების და მათი მომხრე და დემრას მომხრე თავადების ნელ-ნელა აკლდება რა ძალები. ნუ შიშის გამო ნაწილი ისევ მეფის ხარეს ბრუნდება და მათ შორის ძლიერი სულიერი დეპრესიის და ბრძოლის ქვეშ თვითონ დემნაც ციხიდან ღამე ეპარება ორბელს თოკით და მიდის გიორგი მესამესთან იმედოვნებს რა რომ თუ მოინანიებს ამ შემთხვევაში გიორგი მესამე მას შეუნდობს და შედარებით იოლად გადარჩება. მაგრამ რა თქმა უნდა ეს ასე არ ხდება. გიორგი მესამე შეიპყრობს და სასტიკად დასჯის მას თვალებს დასხრის და დაასაჭურისებს და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ვერ გაუძლებს და მოკვდება. და აი ესე რჩება შემდეგ უკვე თამარის ისოს თანამოსაყდეთ და ეს ყველაფერი გრძელდება ისე რომ ნუ რა თქმა უნდა მერე უკვე თამარის ისოს დგება ოქროს ხანა და აი ეს ამბავიც რჩება ესე. დასასრულ შეიძლება ვთქვა პირველ რიგში ის რომ ეს შინაკლასობრივი ურთიერთობების საკითხი თამარის მერეც კი თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან მწვავედ დადგება და ყოველთვის შემდეგ უკვე ლაშა გიორგის დროსაც ქართული სახელმწიფო დგება შინაგანი ესეთი იდუმალი ტურბულენტული ტყეებების წინაშე. და ეხლა ანუ რისთვის დასაწყის დაუბრუნდები ისევ დავითის ანდერძს დაუბრუნდები რა გააკეთა დავითის ანდერძმა. ფაქტია ერთი რაღაც რომ ბაგრატიონების პირდაპირ სამეფო ხაზი გაწყვიტა. იმიტომ რომ შემდეგ უკვე ქალმა მიიღო რა თქმა უნდა თამარის სახით ტახტის საკუთრება და ზუსტად 2 და 3 თაობის მანძილზე ტახტის გულისთვის ყოველ შემთხვევაში წყაროებიდან ეს იჩანს რომ მემკვიდრეები ხოცავენ ერთმანეთს. არის შინააშლილობების სისხლისღვრა რომელიც ესე ლაიტმოტივად გასდევს აი ამ საქართველოს ძლიერების ოქროს ხანას. როგორც უკვე აღვნიშნე, აქედან გამომდინარე იმიდან რომ წყაროები რაღაცებზე მიკერძოებულა წინ ინფორმაციას გვაწვდიან, ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია რა თქმა უნდა აი ამ პერიოდის რიგი პასაჟები და მე პირადად იმედი მაქვს რომ დროთა განმავლობაში აუცილებლად ობიექტური რეალობა გამოიკვლება ბოლომდე და დადგება რაღაცეები დამტკიცდება, რაღაცეები დადასტურდება, რაღაცეები უარიყოფა და რიგ საკითხებსაც ნათელი მოეფინება. ну დასასრულისთვის ვიტყვი იმას რომ მიუხედავად ყველაფრისა დავითის ეპოქა არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი და თუ ამ ანდერძს რომელზეც როგორც ზემოთ აღვნიშნე ფიქრობენ რომ თლად დავითის დაწერილი არ არის თუ არ ჩავთვლით დავით აღმაშენებელი არის რაღაც ლეგენდარული უშეცდომო ერთ-ერთი ღირსეული მეფე რომელმაც საქართველოსგან სადღაც 30 წელიწადში სახელმწიფო შექმნა. დღეს მინდა რომ ამით მორჩი დაგემშვიდობოთ და ახალი ვიდეოები რა თქმა უნდა უფრო უკეთესი ფორმატის დაიდება ძალიან მალე. თქვენ კი რა თქმა უნდა გთხოვოთ ერთი გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ ძალისხილა კი დაწეროთ გამოხმაურებები და იყოთ ძალიან კარგად. დროებით.